გამარჯობათ, ჩემო მივიწყებულო მეგობრებო. ბოლო ვიდეო მგონი 2024 წელს დავდეთ, მთელი 2025 ვიდეო ჩვენ არ დაგვიდია და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, თავისი ახსნები და ახლა მე და შოთა ვლაპარაკობდით, რომ ისე უნდა განვაახლოთ Z-ის ვიდეოების დადება და მე გაჩნდა იდეა, რატო მარტო Z-ი, როცა ვაკეთებთ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას. და ახლა მოგიყვებით მე რას. როგორც გითხარით, ამ ვიდეოს მაგარი ექსპრომტავს წერთ, არც მომზადებულები ვართ, რავი წყალი გვისხია, Z-ი თავზე გვასხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. მაგალითად, ეს არის კამარო LT1 ძრავით, რომელიც ჩაისვაპება 350Z-ში. სულ რამოდენიმე კვირაში ამას აუცილებლად გაჩვენებთ და სწორედ ამაზე ვსაუბრობდით. აი ეხლა 10-15 წუთის უკან, როცა გადავწყვიტეთ, რომ რატო მარტო Z-ი, რატო მარტო კამარო და დრიფტი, მოდი ვაჩვენოთ ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ. მაგალითად, რა არის? ეს არის X3, რომელზეც დაერთებული გვაქვს BMW გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან ბევრი BMW გვყავს გარაჟში. რატო, როგორ, ცალკე ამბავია და აუცილებლად მოგიყვებით და გაიგებთ, მაგრამ BMW-ზე მუშაობთ, საქმე მოიტანა BMW და არა BMW საქმე, ჩვენ შემთხვევაში ეგრე იყო. და მოკლედ ნელ-ნელა ყველაფერს გაჩვენებთ. მაგალითად, ეს X3 მოვიდა ცხვირში დაზიანებული მანქანა იყო. სუფთა ამერიკული მანქანა იყო, ჭუჭყიანი ნაკაწრებში, აი რა ვიცი, საშინელი მანქანა იყო, სადმე კადრებს თუ ვიპოვით, როგორი მოვიდა, აუცილებლად გაჩვენებთ. ეხლა ვერ გაჩვენებთ, მაგრამ ხვალ გაჩვენებთ დღის შუქზე ტრიალებს, ზიზინებს, ალბათ პირველივე მნახველი რო იყიდეს ეგეთი მანქანაა. ეხლა ყველასთვის ნაცნობი მატჩი და ყავს ხაზზე და მატჩით თუ დავდეთ ეს ვიდეო hello რა შვება? ხო, EOPS-ლის. თუ არ ვცდები EOPS-ლის სისტემიდან. აქეთ რა ყავს? აქეთ ყავს 650 F06 კუზაო. და ძალიან საინტერესო ისტორიით არის ეს მანქანა. ეს მანქანა 1 წლის უკან წავიდა სადილეროში, ახალი ძრავი ჩაიდო ამ მანქანაში დილერის მიერ, BMW-ს მიერ და სახლამდე უკან ვერ მივიდა ეს მანქანა. ისევ და ისევ ბოდიში ამ როგორც არის დაყრენი, მაგრამ აი ეს ძრავი ამოვიდა მაგ მანქანიდან. როგორც ხედავთ, ახალი ძრავია, ახალი N63 იდო მანქანაში და როგორც პატრონი ამბობს, Z-ის რადიატორიდან ამოვარდა შლანგი, Z-ი დაიქცა, ეს ჯერ კიდევ სადილეროში ხდებოდა, სანამ მანქანა გამოვიდოდა სადილეროს ტერიტორიიდან. და მოკლედ უზეთოდ იმუშავა, აიკიდა სტრუშკები და მოკლედ პატრონმა აღარც წამოიყვანა, მთელი წელი დავაქონდა და ნუ საბოლოოდ აღმოჩნდა ჩვენ ხელში. ჩამოვიღეთ ძრავი, ამოვიღეთ არა, ჩამოვიღეთ BMW შემთხვევაში. ჩაუდებთ ნახმარ ძრავს, გავუშვებთ ბედნიერად. ეს ნასტრუშკალი ახალი ძრავი ჩვენ გვჩება და ალბათ რომელიღაცა შემდეგ ვიდეოში გავხსნით და გაჩვენებთ რა დაემართა. დიდი იმედი მაქვს გამოდგება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ტრიალებდა ძრავი. კარგი, კიდე რა გვაქვს აქ საინტერესო. ეს ის რემია, რომლითაც ყვითელი Z-ი უნდა ვათრიოთ ძალიან ბევრი. ამაზე მოგვიანებით მოვიყვებით, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რაღაც მოყოლა შეიძლება. ეს კიდე ჩვენი warehouse-ი იყო ოდესღაც, მაგრამ რა ვიცი, დღეს ნახევარი შოპია, ნახევარი warehouse-ია, ნახევარი კიდე რაღაცა არის, რა ყველაფერს ვთვლით, რომ ჩავტიოთ და არასდროს ადგილი არ ყოფნის არაფერში. ჩვენს როგორც ვიდეო დავიწყეთ, იმას რომ დაუბრუნდეთ კიდე, რა ვშვებით, რატო არ ჩამოვართ. ოფიციალურად ვართ BMW-ს დაშლილები, ელიავა, ფეიქრები, არ ვიცი კიდე რა იყო, აღარ მახსოვს. შლით BMW-ს, ვასუფთავებთ ამ ნაწილებს, ვიღებთ, eBay-ზე ვტვირთავთ და ვყიდით. ეგ არის ჩვენი საქმიანობის 90%. ამ ბოლო დროს მივაშველეთ, როგორც უკვე გაჩვენეთ, ჩვენივე სერვისი, მაგალითად ძრავს თუ იყიდით, ჩვენ შეგიცვლით. ვიღაცას ტორმუზი სკალოტკის გამოცვლა დაჭირდა, Z-ის გამოცვლა დაჭირდა, გაჩერდა, ჯიგრებო გამომიცვალეთ, ეგრე არ მუშაობთ. ჩვენთან რამეს ვინც იყიდის, თავაზობთ რომ გამოგიცვლით.
ამას გარდა აი როგორც ეს არის ესეთ ჩვენს მანქანებს ჭყალებში ვეჩალიჩებით ძალიან ბევრს და ვცდილობთ რომ ეს ჩვენი ნაწილები რომელთაც გავავსეთ ეს საწყობი გამოვიყენოთ ჩვენივე მანქანაზე და გავყიდოთ. ხო და აი მაგ არის სწორედ საინტერესო მომენტი და ვფიქრობ რომ მაგ გამოგვივა ძალიან ბევრი მაგარი ვიდეო. აი მოვიდა იმედია ამ თოლში ჩამოვა ეს დიდი თოლი მოგვივიდა პენსილვანიაში და ესე მოყავთ მანქანები. ეს არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი არ არის პენსილში. დღევანდელი მასპინძელი იქნება მაგ. კარგი, ჩამოვიყვანოთ ეხლა და დაჩვენებთ როგორი ბიჭია. სანამ ძღოლი მოვა დავათვალიეროთ. ეს არის მანჰეიმზე ნაყიდი მანქანა, green light-ით, რაც ნიშნავს, რომ მანჰეიმის გარანტიაზეა მანქანა. drive trains, ანუ ძრაობს, კოლობს, ხიდს და მსგავს სერიოზულ მანქანის ნაწილებს არ უნდა კონდეს პრობლემა და თუ პრობლემა იქნება, შეგვიძლია 2 კვირის მანძილზე დავაბრუნოთ. ამიტომ არ ველოდები, რომ ამ მანქანაზე რაიმე სერიოზული გვექნება საკეთებელი. ჩაკეტილია. აი, ჩამოვიყვანოთ ეხლა და იდე კარგად დავათვალიეროთ. ეს არის ჩვენი გადამზიდი რა და ფლორიდიდან მოყავს მანქანა და თოლი ამას არ უნახავთ, ახლა რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია და წეღან მითხრა, რომ გზაში ვიყიდეო ჟაკეტიო, ცარიელი მაიკით ვარო მხოლოდ. მოგიხსენებათ ახლა ფლორიდაში ოკეანის სეზონია. კიდე გადაობა რაც არის, თავის ტელეფონი დამაჭერინა, რომ თავის შეყვარებულს მინდა რომ ვაჩვენო, რაზე მუშაობ და რას ვაკეთებ და ამიტომ აგერ მიჭირავს ვუღებ ლაივში მყავს მისი შეყვარებული. ნუ ბატარეა გვაქვს სუსტი და ამიტომ ეხლა დააგორებს და დანარჩენი ჩვენ ვქნათ. აი ესეთი ორი ცალი გასაღები მოგვცა, ეს ვარდისფერი ჩასადები სავარაუდოდ გოგოს მანქანა იყო. თვითონაც ასურათებს მანქანას რომ საბუთი კონდეს დაუზიანებელი და დელივერა მანქანა. შემდეგ დაგვრჩება ჩვენ და დავათვალიეროთ. კარგი, ნახოთ ეხლა რა გვყავს ჩვენ. აი აქ აწერია, ვისაც გაინტერესებთ. ეს არის მანჰეიმის ეგრეთ წოდებული ლოტ ნომერი, რომელსაც work order-ი ქვია მანჰეიმის შემთხვევაში. ჩანს რომ ატლანტიდანაა, ჯორჯიიდან მანქანა, მეწერა ფლორიდა გითხარით შემეშალა. ჩავჭდებით. ესე გამოიყურება სანამ რამეს ვიზამთ ეს მანქანა. საკმაოდ სუფთაა. ჩავიფინოთ. ნაკლები იქნება საშრომელი. ვერ დაქოქა ჩვენც ვცადოთ. კარგი, აქ ჩვენ გვინდა ეხა ჯამბაქსი. წავედით ჯამბაქსი მოვიდანოთ. აი აქ მინიმუმ გასასუფთავებელი გვაქაქაურობა. საპარკულშიც ჩავიხედოთ და წავიდეთ ჯამბაქსზე. Have a good one. ესეთი მანქანა მოგვივიდა მოკლედ. ესეც ჯამბაქსი. აქ მანქანებს მინუსი. აი აქ კი პლუსი. ნახოთ დაკავავს რა. ეს თოლს მინდა ვიმენიტო ახმაურე. დაითოქა და ყველაფერი ჩაქრა მალევე.
ეხლა ჩვენ ეს გზიდან გადავაყენოთ, შუაში რო არ ვიყოთ. მე შევხედოთ რა გვყავს. აი ესეთი უნივერსალური ნომერი გვაქვს. შეგვიძლია ნებისმიერ მანქანას დავუყენოთ და ვარგისია გზაზე სასიარულოდ. კარგი, ნომრები გვაქვს. მანქანა დაგქილი გვყავს. თავარი არ ჩავაქრებ ცოტა ხანს. შუშებისაც მეტი არ გვაქვს. წავედით, ეხლა წყალი შევასხათ და მერე კარგად დავათვალიეროთ მანქანა. ესეც პირველი სურპრიზი. მაგიტომაც იყო ვენტილატორი ამდე ხანს ჩართული. და ჩვენ ფეჭს აუწიოთ. 2-3 წუთი გვაქვს გარაჟამდე დარჩენილი და აღარ გავჩერდები მივარ ბარემ, მაგრამ სავარაუდოდ ან თერმოსტატი ან პომპა რითიც უნდა დავიწყოთ მანქანის გაკეთება. მოკლედ დღე მეორე გვაქვს XR-ზე, გუშინ უბრალოდ გარაჟში შემოვაყენე და შევეშვით და დღეს ვნახოთ რა ჭირს ჩვენს მანქანას. წინა ვერტიკალური კადრებისთვის ბოდიში ეგ აღარ განმეორდება და ესეთი მიკროფონიც დავითრიეთ სულ რაღაც ერთ დღეში. მოკლედ რო ვთქვათ, ესე გამოიყურება ჩვენი გარაჟი. შემდეგ ვიდეოებში კარგად გაჩვენებთ, სად რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, მაგრამ ეს ვიდეო მხოლოდ XR-ს დავუთმოთ და მოკლედ ვნახოთ რა გვაქვს რა. კარგი ამბავი ისაა, რომ დღეს თვითონ დაიქოქა მანქანა, შეიძლება აკუმულატორზე ფული დაუზოგოთ. MHD-ს შევარჭობთ და გავიგებთ რა ჯანდაბა უნდა ჩვენს მანქანას. აი რა გვაქვს. ესე იგი power management, receiver and transmission gear, vehicle voltage working on auto. კარგი, აქ ჩვენ არაფერი გვაქვს ნახსენები. წყალზე. ბოლოს რაც მოხდა, წყალმა აგვიდუღა და ნუ რეალურად ეგ არის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და მოსაგვარებელი. რახან კომპიუტერი არაფერს გვიწერს წყლის შესახებ, ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს დავაკლიაროთ და რაღაც მექანიკურად ვეძებოთ პრობლემა, მამა პაპურად. შლანგი გაცხელდა, არ გაცხელდა. წყლის პომპა და თერმოსტატიც ქვემოდანაა სანახავი, ამიტომ ახლა გავათავისუფლოთ ლიფტი მანქანისთვის და შევაყენოთ, ვნახოთ რა იქნება. ეს ჩვენი დაშლილი კამაროა. კი გითხარით BMW-ზე ვმუშაობთ მეთქი, მაგრამ ეს კამარო არის დონორი ჩემი ყვითელი ზეტის. ამაზე სხვა ვიდეოში ვისაუბროთ, მაგრამ აი ესე ვშლით დაახლოებით მანქანებს რა. ანუ ბოლომდე საერთოდ ყველაფერი და ცარიელი კუზაო მიდის ჯარჯი. ჯართი საბედნიეროდ ახლოსა გვაქვს. ფორკლიფტით ჩავობამთ, ეგრევე გადავაგდებთ. მოკლედ, რაც ვნახეთ, წყლის პომპა და თერმოსტატი კოდებს არის ხრის, როგორც გითხარით. მე მგონი უბრალოდ წყალი გვაკლია და წყალი გაგვდის. ეხლა ქვემოდან ყინულია მთელი მანქანა, ეხლა ვერაფერს ვერ გავიგებთ. ამიტომ წინ წავიგდოთ საქმე, ბრეიქ ფადები, კალოტკები გამოვცვალოთ და ამასობაში გალღვება მანქანა, მე შეგვიძლია ჩამოვიყოთ ქვედა დამცავი და დარწმუნებული ვარ მარტივად მოვაგვარებთ წყლის პრობლემას. კარგი. ტორმოზები გამოიცვალა, 4-ვე ახალი კალოტკა გვაქვს და რო ჩამოვწევთ, მე ბრეიქის წითელ ლაიტს ჩავაქრობთ. რაც შეეხება ქვემოთ. BMW-ისთვის მინიმალური ზეთის წვეთაა ეს. ალბათ სხვა მანქანისთვის ბევრია, მაგრამ როგორც წესი, აი ეს უმოთხრილია ხოლმე ზეთით, ქვედა ქავერი. ეს სუფთა ახალივითაა და შიგნითაც რა მინიმალურად არის სველი. ზეთის
ზედზე პრობლემა არ აქვს, რა წესით არც ქავერს გაზდის არაფერს. რაც შეეხება წყალს, თერმოსტატი და პომპა რო ვივარაუდეთ. უბრალოდ სისტემაა ცარიელი წყლით, რაც ვნახეთ და სავარაუდოდ სადღაც დიდი წვეთა გვაქვს, ამიტომ ეხლა ჩავასხათ ანტიფრიზი და გამოჩნდება საიდან გაგვდის წყალი. წესით მარტივად უნდა უშუალოთ. ბარემ ჰაერში ყავს მანქანა ზეთიც გამოვცვალოთ და პრინციპში ნელ-ნელა გავალთ ბოლოში. შოთ, ჩახედე. მოკლედ აქ ვენტილატორის ამოღება მოგვიწია და მაგერ თუ დაინახავთ ეგრეთ წოდებულ გოჭს და ინგლისურად water oil separators გაზდის ცოტა ზეთი და ცოტა წყალი. უბრალოდ ცოტა ზეთი და უფრო მეტი წყალი. ამიტომ ხვალდილას პრაკლატკა გამოვცვალოთ მანქანაზე და მზად არის გასარეცხად. დღე მესამე X1-ის კეთების და ესეთი საინტერესო რაღაცა მინდა გაჩვენოთ. ეს ჩვენ თუ გვეგონა რომ მოიცა, მოდი აი აქ დავდოთ. ეს ჩვენ თუ გვეგონა რომ მხოლოდ პრაკლატკა იყო, მარტო პრაკლატკა არ აღმოჩნდა და აი აქ თუ დააკვირდებით, მოტეხილია რა. ეს ადგილი და აი აქ ეს ადგილი. და სწორედ ამიტომ აპარებდა ეს მანქანა წყალს. ამიტომ პრაკლატკების შეცვლა აქ არაფერს გვიშველის, მთლიანად ჰაუსინგია შესაძლებელი, რომელსაც დღესვე ვიზამთ. მოკლედ მექანიკურად გაიმართა ჩვენი X1. ტესტ დრაივზე მყავს ახლა. გაიარა 30 მაილი და ყველაფერი კარგად არის. ერთი რაც შევამჩნიე და რაც პირველ დღეს ვერ ვნახე. ეს არის ეს ნიშნავს რომ ფარი გვინდა სასწრაფოდ, სამწუხაროდ მარაგში არ მაქვს ეს ფარი, მეორე გვაქვს მხოლოდ. ამიტომ ის უნდა გამოვწეროთ და 1-2 დღე დაველოდოთ ამ ფარს. შემდეგ კარგი გარეცხვა და სად არის სურათებისთვის. გამოცვალოთ საბურავები და დაგვჭირდა ინსპექციონი გასაკეთებელი. ვიღაცა კრეტინს 3 სხვადასხვა ზომა ეყენას საბურავის. აი აქ 225 აყენია. 50. როცა წინ 235 აყენია. აქაც 225 აყენია. და აქ აყენია 215. ეს X-Drive მანქანები არ მუშაობენ ესეთ სხვადასხვა ზომის საბურავზე. ამიტომ ეხლა დავაყენოთ 4-1 საბურავი აუცილებლად. მოკლედ დღეს არის მეხუთე დღე, რაც ამ X1-ს ვეჩალიჩებით, ასე ვთქვათ, რაც მოვიდა და რაც ვაკეთებთ. და პრინციპში დღეს უკვე მზადაა მანქანა, რომ სურათები გადავუღოთ და გავლისტოთ გასაყიდად. ესე გამოიყურება შეჯამებასავით, რო ვთქვათ. ეს მანქანა ვიყიდეთ მანჰეიმზე, დაუზიანებელი მანქანა იყო. ბევრი არაფერი არ ჭირდა. ამ მანქანაზე რაც გავაკეთეთ, ეს იყო 4-ვე კალოტკა გამოვცვალეთ. ნუ რა თქმა უნდა, ზეთი თავისი ფილტრით. ანტიფრიზი არის ხა მანქანაში და ამის მიზეზი აღმოჩნდა გოჭი, ეგრეთ წოდებული გოჭი. ზეთის და წყლის გაგრილება რაც არის. მაგ გოჭის პრაკლატკა გვეგონა ჯერ, მაგრამ აღმოჩნდა რომ თვითონ ჰაუსინგი იყო ფილტრის, ზეთის ფილტრის დაზიანებული და მაგასაც მოუწია გამოცვლა. ამას გარდა საბურავები ეყენა ძალიან ცუდი და არასწორი ზომები და ახალი საბურავები ჩავაცვით 4-ვე. დიტეილინგი და ეგ არის.
მოკლედ ვცდილობთ, რომ ეს პირველი ვიდეო როგორღაც დავასრულოთ, შავი X1-ის ამბავი. ისე მოხდა, რომ ის წინა კადრები, რაც ნახეთ, სადაც სურათები გადავიღეთ, იმ დღის მეორე დილას ის მანქანა გაიყიდა, რაც ძალიან კარგია, უბრალოდ არანაირი კადრი არ დაგვრჩა, რომ დაგვესრულებინა ვიდეო, ამიტომ მორჩა იმ X1-ის ამბავი, აგერ უკვე მეორე იგივე კუზავო X1 ყავს, სადაც ისევ მაჩიტაა დაერთებული. რა გაჩვენოთ? ამ ლიფტზე ისევ N63 წვლით, ამჯერად 750-ია ცალკომპიუტერიანი ძრავით. აქეთ 650-ია Grand Coupe რესტაილინგი ძრავით, ორკომპიუტერიანი ძრავით. ორივეგან ძრავი იცვლება. დავასრულოთ დღევანდელი ვიდეო ამით. თუ მოგეწონათ ჩვენი კონტენტი, ნახავდით, რომ ვიდეო ცოტა ისე დავიწყეთ მიკროფონის გარეშე. ძალიან ბევრი კადრი ვერ ჩავსვით, ზოგი სწორად გადავიღე, ზოგი ისე გადავიღე, ზოგი ასე გადავიღე, მაგრამ გპირდებით, რომ დავიხვეწებით. უფრო მეტ საინტერესოს გაჩვენებთ შემდეგ ვიდეოებში. თქვენ კიდე გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, დააკომენტარეთ, თუ რამე კითხვა გექნებათ, გამოუშვით. ასევე ვისაც მანქანის ყიდვა გნებავთ, გინდა საქართველოში, გინდა ამერიკაში, მოგმართეთ, აუცილებლად დაგეხმარებით. ჩვენ კიდე შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით გერმანული ვაგონით. დანარჩენი კი შემდეგ ვიდეოში.